გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ვინმე ხვდება, რა ხდება მსოფლიოში? რაც მეტი დრო გადის, სიტუაცია უფრო ბუნდოვანი ხდება და ჭეშმარიტება კი ჰორიზონტივითაა. ჩვენ მისკენ მივილტვით, ის კი გშორდება. ჩემი დღევანდელი გამოსვლის მთავარი აზრია, მე არ მესმის. დიახ, ისევ და ისევ არ მესმის, მაგალითად თუ რა ხდება რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებში და ეს ურთიერთობები ძალიან მაინტერესებს და მაღელვებს, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა მათი ურთიერთობები ასე თუ ისე ჩვენს გვეხება. ესე იგი, რა უსამართლობაა, რომ დიდი სახელმწიფოების, ვიტყოდი იმპერიების განწყობა არ განწყობაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ, პატარა და მცირე რიცხოვანი ქვეყნები და აფსუსს, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ლამაზი ქვეყანა დავჩუტოთ, ავკეცოთ და სადმე ახალ ზელანდიასთან გადავიტანოთ. იქ ისევ გავბეროთ და ვიყოთ ჩვენთვის ჩუმად და ლამაზად. კარგი, ეს ფანტაზიები იქით იყოს და მაინც რატომ მისცა დონალდ ტრამპმა პუტინს 50 დღიანი ვადა, რომ მან პუტინმა ომი დაასრულოს. ვინმე ზუსტი პასუხი აქვს ამ კითხვაზე, რატომ 50 დღიანი და არა 5 დღიანი, ან 100 დღიანი, ან 1 საათიანი? რა არის 50 დღე? რა უნდა მოხდეს 50 დღეში? თქვენ გესმით რა ხდება? მე არა. 50 დღე პუტინმა რა უნდა აკეთოს? რაც ძალა და ღონე აქვს წინ წაიწიოს და 50 დღის მერე სადაც გაჩერდება ის მიწაწყალი მისი იქნება? ანუ გამოდის რომ ტრამპმა თვენახევარი მისცა პუტინს რომ აბა მიდი იჩქარე რამდენიც შეგიძლია მოხვეტე. მაგრამ 50 დღის მერე კი მორჩა უნდა გაჩერდე. რაღაც ამდაგვარი გამოდის. და თუ არ გაჩერდა, მაშინ ტრამპი რას იზამს? ბუდქავს რუსეთს რამე სუპერ-პუპერი იარაღს? კი, მაგრამ თუ კი ასეთი სუპერ-პუპერი იარაღი აქვს ტრამპს, ახლა ბუდქოს და გააჩეროს ომი. 50 დღეს რატომ იცდის? მოკლედ ძალიან გაუგებარი რამ ხდება ამერიკის თეთრ სახლში. კარგი, თუ არ ბუდქა, მაშინ 50 დღის მერე ახალ მომაკვდინებელ სანქციებს დაუწესებს და რა მერე? ამერიკელებმა სრულიად არ იციან იდუმალი რუსული ბუნება. სანქციებით ომს რომ ვერ გააჩერებენ, ამას ისინი ჯერ ვერ მიმხვდარან, რა სანქციებიც არ უნდა დააწესონ. პუტინის მაგიდას ერთი მარცვალი ხიზილალაც არ დააკლდება და ის კი, რაც მის გარშემო მოხდება, ეს ვლადიმიროვიჩს ნაკლებად აღელვებს. და რაც თავარია, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც ეს ყოველთვის იყო, თავის მზარდ გაჭირვებას საკუთარ მთავრობას კი არ დააბრალებს, არამედ მას, ვინც სანქციებს უწესებს, ანუ ამერიკელებს. მახსოვს 10 წლის წინანდელი სახალისო ანეკდოტი. რუს პენსიონერს ასეთ ცუდად ჯერ არასოდეს უცხოვრია, როგორც ბარაკ ობამას მმართველობის ხანაშიო. ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი, ანუ თავის გასაჭირს რუსეთის მოქალაქე ისევ სხვას დააბრალებს და არა საკუთარ მთავრობას. ასე რომ, სანქციებით ამერიკელები პუტინს ვერ ჩამოაგდებენ, რევოლუციას ვერ მოაწყობენ. რუსეთში რევოლუცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს თვით რუსეთის ხელისუფლებას მოუნდება. ასე მგონია მე. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის დაშლა. საბჭოთა კავშირი მოსახლეობამ კი არ დაშალა, არამედ ელცინმა, კრავჩუკმა და შუშკევიჩმა. ასე რომ რუსეთი რევოლუციამდე ისევე შორსაა, როგორც მე ქალაქ ველინგტონამდე. და ალბათ მე უფრო მალე ჩავალფეხდი ქალაქ ველინგტონში, ვიდრე სანქციები რევოლუციას გამოიწვევენ რუსეთში. რაც თავარია, რატომ მგონია ამერიკელებსა და სხვათა შორის ჩვენებსაც, დიახ, ჩვენებსაც გონიათ, რომ პუტინი თუ ჩამოაგდეს და მის ადგილას ახალი მოვა, ის ახალი ისეთი ადამიანი იქნება, ვინც უკრაინას 91 წლის საზღვრებამდე აღადგენს და ჩვენ კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს. ვინც ასე ფიქრობს, ის მიამიტია. კარგი, ჩვენები ასე რომ ფიქრობენ, გასაგებია, ჩვენ ემოციური ადამიანები ვართ და ემოციებით ვცხოვრობთ, მაგრამ დავიჯერო ამერიკელებიც ასე ფიქრობენ. ამერიკელებს ხომ ემოციის ნატამალი არ გააჩნიათ. ისინი იმდენად რაციონალურად აზროვნებენ და ფიქრობენ, რომ გრძნობები, გული და სული მათთვის
მეათე ხარისხოვანია. ანუ ამას რასაკვირველია ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. ასე რომ ძვირფასო ქართველებო და ამერიკელებო, პუტინის ადგილას ისე პუტინი მოვა და არ გამოურიცხავ, რომ უარესიც მოვიდეს. ძალიან საინტერესოა რასიზმს დონალდ ჯონ ტრამპი 50 დღის მერე, როდესაც პუტინი ომს არ გააჩერებს და ის რომ პუტინი ომს არ გააჩერებს, ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ახალი ზელანდიის დედაქალაქი ველინგტონია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.